გლობალური ბრენდი საქართველოში. ამ ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო ბრენდით ვიწყებთ დღევანდელ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოგს, რომელსაც დღეს სერგო ავსაჯანიშვილი წარუძღვება. სერგო, მშვიდობის, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო თემით და სტუმრით ხარ დღეს სტუდიაში წარმოდგენილი. შესაბამისად, გვიანბე რომელ გლობალურ ბრენდზე არის საუბარი და უკვე საქართველოს პრიზმაში მიმოვიხილოთ ამ ბრენდის პერსპექტივები. ისმე ყურადღება. სალომე, კიდევ ერთხელ სანდრო, მივესალმებით ჩვენ ძვირფას მაყურებელს და სანამ დავაანონსებდი ჩვენს სტუმარს, მანამდე ორი სიტყვით ზოგადად ამ ბრენდზე მინდა გავამახვილო ყურადღება. დღევანდელი მონეტიზაციის გადაცემა შეეხება გლობალურ ბრენდს, მართალი ხარ. ეს არის Costa Coffee, რომელიც საკმაოდ ნაცნობია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს ევროპულ სხვა ქალაქებში. კომპანია ზოგადად 1971 წელს დაარსდა ლონდონში ორი იტალიელი ძმის მიერ. მოკლედ, რომელმაც გამოიყვანეს თავისი ესეთი special blend-ი, ხო, რაღაც signature blend-ი და რეალურად მასშტაბებზე რო ვისაუბროთ, დღეს კომპანია უკვე 42-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი, 16,000-ზე მეტი, ასე ვთქვათ, სავაჭრო წერტილით. და დღეს აგერ უკვე ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ინფორმაცია საინტერესო, სხვადასხვა 2019 წელს კომპანია გახდა Coca-Cola, როგორც გლობალური Coca-Cola-ს ოჯახის წევრი. და აი 2025 წლის მაისში შემოაბიჯა Costa Coffee-მ უკვე საქართველოში და დაიწყო ასე ვთქვათ, ქართული ისტორიის დაწერა. მოკლედ, ეხლა დავანონსებ უკვე ჩვენ სტუმარს. ჩვენი სტუმარი არის Costa Coffee-ის საქართველოს საოპერაციო დირექტორი ელენე ჯგენნაია. ელენე, მადლობა შენი დროისთვის, მოგესალმები. დღეს მინდა რომ შევეხოთ ზოგადად განვლილ პერიოდს, სულ 4 თვე არაც ოპერირებთ, ანუ როგორია, ასე ვთქვათ, საოპერაციო ცხოვრება კომპანიის, რა გამოწვევების წინაშე დადგა ზოგადად ბრენდი და აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ საინვესტიციო გარემო საქართველოში, ხო? გულისხმობ იმას, რომ რატო შემოაბიჯა, რატო გადაწყვიტა გლობალურმა ბრენდმა ამ შემთხვევაში საინვესტიციო ლოკაციად საქართველო. ამიტომ დავიწყოთ ალბათ განვლილი პერიოდით და იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც დადგა ზოგადად კომპანია. მადლობა. ჩვენ პირველი მაღაზია ესე ვეძახით, კაფე გავხსენით 2025 წლის მაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. შესაბამისად, მაისიდან მოყოლებული უკვე ოპერირებთ ოფიციალურად ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე გვაქვს 3 აქტიური ობიექტი და მალე დავიმატებთ მეოთხეს, რომელიც განთავსებული იქნება City-Mall-ში, საბურთალოს უბანში. რაც შეეხება განვლილ პერიოდს, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო, ბევრი სხვადასხვა მოვლენებით, ასე რომ ვთქვათ. ვფიქრობ, რომ გავიხსენით ძალიან საინტერესო დროს, რადგან ძირითადად ზაფხულში საქართველოში თბილისში განსაკუთრებით რაც ტენდენციურად გაყიდვები დაბლა იწევს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ სექტორში. ამიტომ ძალიან საინტერესო და თან ცოტა რთული ზაფხული გამოვიარეთ, თუმცა რა თქმა უნდა სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე უკვე დაუბრუნდით ჩვენ ჩვეულ რიტმს და წერებს, რომელიც მქონდა განსაზღვრული, რომ ჩვენთვის რაღაც მიზანი ყოფილიყო. რაც შეეხება ბაზარს, საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ უკვე გაჯერებულია ბევრი ყავის კომპანიით, მათ შორის ადგილობრივით და სხვადასხვა ფრენჩაიზებითაც. შესაბამისად, საკმაოდ რთული და საინტერესო იყო ჩვენთვის რაღაცნაირად ფეხი მოგვიკიდებინა და ჩვენი პოზიციონირება გაგვეკეთებინა სწორედ ბაზარზე. და სწორედ მიგვეწოდებინა რა განსხვავებულ პროდუქტებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ბაზრიდან გამომდინარე, დავამატებდი, რომ ვფიქრობ Costa-ს და სხვა ბევრი საერთაშორისო ბრენდისთვის ამ ეტაპზე საქართველოს საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა არის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მზარდი ინტერესი და მოთხოვნა შეინიშნება ყავის და ყავის პროდუქტების მიმართ ქართულ ბაზარზე. ძირითადი ფაქტორები მაინც ეგ არის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის რა იყო, რატო საქართველო რატო? ვფიქრობ, რომ ბაზრის განვითარების ტემპები. ანუ საუბარი რაზე მაგაზე, ეს არის ადამიანის მომხმარებელთა კულტურა, ეს არის პირობითად მზარდი ბაზარი. ანუ აი რა არის ეს მთავარი ფაქტორები? ვფიქრობ, როგორც გავიმეორე პირველ რიგში, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბაზარი ძალიან განვითარებადია და ჯერ არ მიგვიღწევია რაღაც ინსტიტუტისთვის ჩემი აზრით. და ყველა საერთაშორისო ბრენდისთვის საინტერესო არის, რომ სწორ დროს შემოვიდეს ბაზარზე, რომ სწორი პოზიციონირება მოახდინონ, რადგან ძალიან ბევრი ფრენჩაიზი არ გამოვიჩევით ამ ეტაპზე ამ სფეროში. ვფიქრობ, რომ სწორი დრო არის შემოსასვლელად და თავისი პოზიციის დასაკავებლად, რომ შემდეგ შემოსულ უცხოურ ფრენჩაიზებს სწორი კონკურენცია გაუწიოთ და ასევე ინტერესი და მოთხოვნა ყავის მიმართ
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან მზარდი ტენდენცია შეინიშნება ყავის პროდუქტების მიმართ დაინტერესების ქართული მომხმარებლების. ელენე, კოსტაკოფის გამო მან გლობალური ბრენდია და ბუნებრივია, არსებობს გაიდლაინები, სტანდარტები, ხარისხის სტანდარტები და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს როგორ ინარჩუნებთ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კულისებში და როგორ ინარჩუნებთ ამ სტანდარტებს, როგორ მოწმდება ეს სტანდარტები, ხო? ანუ ეს არის ძალიან საინტერესო გლობალური ბრენდის გამოცდილება ამ შემთხვევაში ქართულ ბაზარზე, რამდენად დაკოპირდა ეს სტანდარტები საქართველოშიც. როგორც თავიდან ვახსენეთ, კოსტა 52 ქვეყანაზე მეტ საერთაშორისო ფრენჩაიზი ოპერირებს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად გაწერილი იყოს ყველა სტანდარტი და ყველა ფრენჩაიზმა დაიცვას, რადგან ჩვენ მომხმარებელს უბრალოდ იგივე გამოცდილება შევთავაზოთ პირობითად ჩვენს კოსტაში, რასაც მიიღებდა კოსტაში, ლონდონში, დუბაიში, ტოკიოში და ასე შემდეგ. შესაბამისად ძალიან ბევრი სტანდარტი გვაქვს, რომელიც უნდა დავიცვათ, რომელიც მკაცრად კონტროლდება, გვაქვს ყოველთვიური, ყოველკვირეული, კვარტალური და წლიური შემოწმებები და ეს ჩვენი სტანდარტების შემოწმებები არა მხოლოდ უშუალოდ კოსტას, რეცეპტებს და გემოებს ეხება, არამედ აუდიტს, რომელიც აკონტროლებს ხარისხს, საკვების ხარისხს, შენახვის მეთოდებს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროდუქტი, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს მივაწოდებთ, იყოს პირველ რიგში ჯანსაღი, იყოს სწორად წარმოებული, კარგად შენახული და რაც თავარია გემრიელი. ან მაგარი. ზოგადად რამდენად ინტეგრირებულია ელენე, ეგეც საინტერესოა თქვენი გუნდი, ამ შემთხვევაში საქართველოს გულისხმობ, საერთაშორისო ქსელში. რამდენად იღებთ მხარდაჭერას რეალურად გლობალური, ასე ვთქვათ, სათავო ოფისიდან? არის ძალიან დიდი, რაც ძალიან გაგვიმართლა, ვფიქრობ, აბსოლუტურად ნოლიდან აგვაწყობინეს ბიზნესი და ძალიან დაგვეხმარნენ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ბევრი სტანდარტი არის, როგორც ვახსენეთ და ვფიქრობ, რომ მათი დახმარების გარეშე ცოტა რთული არის ესეთი კომპლექსური კომპანიის და ბიზნესის აწყობა და გამართვა. ყველა მხრივ გვაქვს მათი მხარდაჭერა, ის იქნება მარკეტინგის კუთხით, გაყიდვების მხრივ, რეცეპტების შემუშავების და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში არიან წარმოდგენილი, ყოველთვის ღია არის თვითონ კომპანია, რომ რაღაცნაირად ადგილობრივ ბაზარს მოერგოს თუნდაც ჩვენს მენიუში დავამატეთ ლობიანი და ხაჭაპური, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არის ბევრი ცვლილებები დაგეგმილი, რომელიც უშუალოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება მორგებული და არ იქნება სტანდარტულად ის რაც ერთი მიმართულება, რომელიც სხვა ქვეყანაში შეიძლება შეგხვდეს. რა თქმა უნდა, იგივე მიდგომა აქვს ყველა ქვეყანას, პირობითად დუბაიშიც ბევრი დუბაის შოკოლადის რაღაც ბარირება აქვს დესერტებსა და სასმელში. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ ადგილობრივ ბაზარს მოერგოს, შეიტანოს თავისი პროდუქტი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, თუმცა გაითვალისწინოს ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები და რაღაცნაირად მოერგოს. და არა მხოლოდ ადგილობრივზე ვემუშავა. იცი ზოგადად აი კოსტაკოფის ესეთი გამორჩეულ და განსხვავებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის, აი თქვენი აზრით, როგორც საოპერაციო დირექტორი, აი რა ქმნის? პირველში ხარისხი და ზუსტად იმ სტანდარტების დაცვა რაც გვაქვს, რომ ნებისმიერ ფილიალში მისთვის დროს დაგხვდებათ ერთი და იგივე სერვისი ხარისხი და ეს არის მუდმივად უმაღლესი დონის და უცვლელი. მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ სიახლე ბაზარზე, იმიტომ რომ თანამედროვე მენიუში გვაქვს წარმოდგენილი ის სასმელები, რომლებიც აქამდე საქართველოში არ იყო და არ მოველოდით საკმაოდ დიდი პოპულარობის სარგებლობს, მაგალითად ესპანური ლატე და სხვა ბევრი ცხელი თუ ცივი სასმელი. და მიგემოვნებია და უნდა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, ძალიან საინტერესო არის. და ვფიქრობ, რომ ეს ინოვაცია ამ სფეროში, რაც უშუალოდ კოსტას მენიუებმა შემოიტანეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მენიუ არ არის ერთი და იგივე სეზონიდან სეზონამდე იცვლება, შემოდგომაზე თავაზობთ შემოდგომისთვის შესაძლებელი სახელპროდუქტებს, ამისთვის ცოტა უფრო საახალწლო მენიუ გვაქვს, ზაფხულით უფრო მეტი გამოგრილებელი სასმელი ხილით და ასე შემდეგ. ელენე, ალბათ აი ნელ-ნელა ფინიშისკენ რო წავიყვანოთ, 2-3 სიტყვით შევეხოთ ზოგადად გეგმებს, ხო? ანუ რა გაქვთ დაგეგმილი, 25 წელიწადი ვიწურება,
ხო, ან რა არის დაგეგმილი უახლოეს წლებში, არის თუ არა დაგეგმილი თუნდაც ანუ ქსელის გაფართოება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ხო არ არის დაგეგმილი ახალი მიმართულებები, რომელიც დაანონსება შეიძლება და თუ არ წარმოადგენს რამე საიდუმლოს. აი ამაზე ამით შეგვიძლია მე უკვე დავასრულოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, კითხვა-პასუხის რეჟიმი. დავხურავთ 4 ფილიალით. სამომავლო გეგმები არის, რომ მომდევნო 5 წელიწადში გავხსნათ ჯამში 20 ფილიალი, ანუ დავამატოთ კიდევ ამ არსებულ 4-ს. ზოგადად გეგმებში არის, რომ გავცდეთ თბილისსაც და გავხსნათ კოშტაკოფი რეგიონებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო 2027 წლიდან დავიწყებთ გაფართოებას თბილის გარეთ. გვინდა რომ რაღაცაერთ კოშტაკოფი გავხადოთ უფრო ცხოვრების წესი, ადგილი რომელიც ყველას გაახსენდება, იქნება რაც კულტურის ნაწილი და იქნება უფრო სოციუმის შეკრების ადგილი და არა მხოლოდ ადგილი, სადაც მივალთ და ყავას დავლევთ და გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, ძალიან საინტერესო და იმედი მაქვს, რომ თვალს ვგვადევნებთ და ჩვენთან ერთად გაიზრდებით როგორც ჩვენი პირველი მომხმარებელი. და გესტუმრებით, მე სტუმრებით ვიქნებით. მოკლედ, სანდრო, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გლობალურმა ბრენდმა იპოვოს თავის ადგილი ადგილობრივ რეალობაში, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, შექმნას ახალი გამოცდილება მომხმარებლებისთვის და 71 წელს დაარსებული კომპანია აგერ უკვე საქართველოშია და თბილისშია. ამიტომ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ, ელენე, გულახდილად, იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი საერთაშორისო კომპანიის გამოჩენა ქართულ ბაზარზე მხოლოდ ოპტიმიზმს ძენს ზოგადად ბიზნესს და ბიზნეს კლიმატს საქართველოში. წარმატებებს გისურვებ. მე კი დროებით დავიმშვიდობები ჩვენ მაყურებლებს მომდევნო კვირამდე. მომდევნო კვირამდე ძალიან დიდი მადლობა შენ საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის და ძალიან დიდი მადლობა სტუმარს საინტერესო საუბრისთვის და კიდევ ერთხელ არის გლობალური ბრენდი, ფანტასტიკური სპიკერი და გლობალური ბრენდის პოზიციონირება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ხელწერა, რაც კომპანიას გააჩნია გლობალურად და საქართველოშიც ძალიან კარგად მიმდინარეობს, უბრალოდ მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. მომავალ შეხვედრამდე, სერგო, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.